პირველ რიგში მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებებზე, თუ რამ გადამაწყვეტინა მე როგორც ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი კოლეგიის ყოფილ თავმჯდომარეს, რომ გამეკეთებია დღევანდელი განცხადება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის, როგორც თვითონ უწოდებს პრეზიდენტის მიმართ. პირველ რიგში მინდა გავამახვილო იმ გარემოებებზე, თუ რატო ვარ დღეს მე ძირითადი მიზეზი რის გამოთაც დღეს ვარ არის ის, რომ ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის, რომელიც უკვე 15 წელია ვარ ამ სფეროში, სულ ერთი არ არის, ვინ იქნება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ვინ გამოვა ჩვენი სახელით, ადვოკატების სახელით და რა სიტყვის ეს ადამიანი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კორპორატიული ინტერესი, რომელიც უგადად გააჩნია ადვოკატთა ასოციაციას და ჩემთვის სულ ერთი არ არის ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, როგორ შევხედავ საზოგადოება და არ მინდა იმ დროში დაბრუნება, როდესაც ადვოკატებს გვტარზე ვენოქს გვიწოდებდნენ. პირველი რაზეც მინდა გავამახვილო, ეს არის ჩემი ის ინფორმაცია და ის ვარაუდი, რომ ჩემი იმ ქმედებების მიმართ, რასაც ბატონი ზაზა ხატიაშვილი ბოლო დროინდელ თავის გამოხდომებში, გამოსვლებში აფიქსირებს, ეს გვაფიქრებინებს, რომ ის არის დაკავშირებული ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელებთან, რის სანაცვლოდაც გარკვეულ საზღაურებსაც იღებს, რის შესახებაც მე დღეს წარმოდგენილი მაქვს რამდენიმე დოკუმენტი და ამ დოკუმენტების საფუძველზე გვაძლევს საფუძვლიანი ეჭვიც, ვარაუდიც, რომ ის ტყუილად არის ბძვის ეგრეთ წოდებული ხელამოღებით სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. რა გვაქვს ხედველობაში? მოკლე წარსულის რაკურსი მინდა გავამახვილო ყურადღება 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილება არსებობდა, უარს ამბობდა ჯიუტად იმ პირების ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე, რომლებიც ასოცირდებოდნენ და იყვნენ გარკვეულ თანამდებობებზე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. თუმცა საზოგადოებაში ეს კეთყვით მივდივარ მაგეთ პირველ ეტაპზე ეს საზოგადოებაში განხილული იქნა, როგორც შეიძლება ითქვას სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების ბევრ ნაწილს სურდა ისეთივე ტანჯვა წამებაში, უმუშევრობაში თუ რაღაც პირობებში ენახა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირებები, როგორშიც თვითონ საზოგადოება იყო იმ პერიოდში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა და მოვლენათა განვითარებამ დაადასტურა ეს გარემოება, რომ ბატონი ხატიაშვილი ამ პერიოდში სამართლიანობის აღსადგენად კი არ ეწყვეტდა, არამედ ის ჩვეულებრივად ევაჭრებოდა ნაციონალურ მოძრაობას იმისათვის, მათი მიზნების გატარებისათვის, რაც შემდეგში გამოიხატა. პირველი რაც განახორციელა, დაახლოებით რამდენიმე დღეში შეიძლება ითქვას, ზაზა ხატიაშვილი აღმოჩნდა ის პიროვნება, რომელიც ხმალამოღებით უკვე ახორციელებდა და ეს პირველი დავალება მისი ეს იყო, რომ გაეკეთებია პიარი იმ ადვოკატებისათვის, ეს ახალგაწევრიანებული ადვოკატებისათვის, რომელთა მიღებაზეც თავის დროზე ის წინააღმდეგი იყო ვითომცა, ხოლო შემდეგში ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ამ პირების პიარი განხორციელებულიყო და ეს პირები წარმოდგენილიყო საზოგადოებაში, როგორც დაჩაგრული ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ ვერ ახერხებდნენ თავიანთ კვალიფიციურად და არ ეძლეოდათ საშუალება ხელისუფლების მხრიდან კვალიფიციური დაცვა განხორციელებდა თავიანთი დაცვის ქვეშ ყოფნების მიმართ. შემდეგი ეტაპი, რომელიც მან განახორციელა ამ მოქმედებებით, ეს იყო, როდესაც ეს პირები ამ პირების ქმედებებზე, როდესაც და ამავე პერიოდში ის ახორციელებდა ისეთ ყველანაირად ცდილობდა ხელისუფლების და მათ შორის სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას, თუმცა ეს განსაკუთრებულად წინა პლანზე წამოიწია 2015 წლის ზაფხულში, როდესაც ჩვენი მოსაზრებით უკვე ახალი დავალება მიიღო მან და ეს იყო მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაცია. რაც გულისხმობ აღნიშნულში, პირველი რაზეც მინდა გავამახვილო, ეს არის, რომ უახლოეს 2016 წელში და 17 წლის დასაწყისში უნდა დასრულდეს იმ საქმეებზე სასამართლო განხილვები, განაჩენები უნდა გამოვიდეს, რომლებიც წარმოებს ამ პერიოდში და რომელიც უახლოეს ხალხში იქნება სასამართლოში წარმართული. ეს არის საქმეები, რომლებზედაც საკანონმდებლო ინიციატივებითაც უნდა დასრულდეს სასამართლო განაჩენები უნდა დადგეს. აღნიშნულში გულისხმობ შემდეგს. ამის სანაცვლოდ ბუნებრივია, როდესაც მე ციტირებას გავაკეთებ მისი სიტყვებისას, როდესაც გვაქვს უსამართლო, უკანონო ქართული ეთნების მიერ მოკლული სამართლიანი სასამართლო, ხელახლა-მკვდარი ქართული სასამართლო, ასეთ შემთხვევაში ქართულ საზოგადოებას და ასევე უცხოეთშიც
თუ ამ ყველაფრის გაპიარება მოხდება, ბუნებრივია მოხდება ის, რომ ასეთი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში აპრიორი უნდა ჩაითვალოს, რომ ეს არის უკანონო გადაწყვეტილებები და ამის გამო ხდება და სწორედ აქეთკენ მიაქვს ყველა ნებისმიერი მოქმედება ზაზა ხატიაშვილისა მიდის ამ გარემოების დასადასტურებას. რა მოხდა მის ცხოვრებაში ესეთი ჩვენი მოსაზრებით, რომლის გამოთაც ზაზა ხატიაშვილი იქცა 2012 წლამდე მებრძოლ ადამიანიდან, რომლის გვერდითაც როგორც თვითონ ამბობს ის იბრძოდა დღევანდელი მინისტრის თუ სხვა პირების ერთად, დღეს უკვე ამ ადამიანებს მიიჩნევს როგორც სირცხვილს იმ საზოგადოებისა და სასამართლოში. ჩვენ მე დღეს მაქვს წარმოდგენილი მაქვს პირველ არა ეს მურუსიძით არ დაწყებულა ეს ბევრად ადრე იყო ნებისმიერი მისი გადაწყვეტილებები თქვენ შეგახსენებთ ხა მურუსიძეს იმდენად აპელირებები ხდებოდა რომ ეს ამ ადამიანის მიმართ განსაკუთრებულად წამოიწია ეს თორემ მანამდეც ნებისმიერ გადაწყვეტილებებში ის მიუთითებდა თქვენ გახსოვს ურთმელიძის ფაქტთან დაკავშირებით რანაირი როგორ გამოდიოდა ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ის გამოდის როგორც ფაქტების მიმართ, თუმცა შემდეგში ის ამბობს, რომ ეს ფაქტი კი არა თავისი მოსაზრება. მე უფრო დეტალებში ქვემოთ განვიხილავ ამას და კითხვებზეც გავცემ პასუხს. მე მაქვს წარმოდგენილი პირველი, მისი საჯარო ინფორმაცია ყველა ის, რასაც მე წარმოგიდგენთ, ეს არის საჯარო სამსახურის ბიუროს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, შევსებული აქვს 2015 წლის 19 მარტს ბატონ ზაზა ხატიაშვილს, რომლის მიხედვითაც 2015 წლის თუ 14 წლის განმავლობაშიც მისი ხელფასი შეადგენს 3500 ლარს ყოველთვიურად, ხოლო მისი მეუღლისა, სულაც 156 ლარს ის მისი მეუღლეც მუშაობს და არის ერთ-ერთი პარლამენტარის თანაშემწე. რატო ამახვილებთ ამ 156 რამდენიც გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ მონაცემებით ესეთ გინდება, რომ წლიურად 1875 ლარი აქვს ხელფასი. ეს მონაცემებია, რომელიც დაფიქსირებულია და კანონმდებლობით აქ მოწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი. მეორე გარემოება. ბატონი ზაზა რამდენადაც თავის თავს არ უნდა უწოდებდეს მებრძოლ თუ სხვა პიროვნებას, რაც არ გამორიცხავს ესეთ პიროვნებას, არის საჯარო მოხელე. მოქმედი კანონმდებლობით ის არის საჯარო მოხელე, იმიტომ რომ იმის გამოთაც რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელია, მიუხედავად იმისა, რომ ის არჩეული პირი არის. საჯარო სამსახურის და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონმდებლობა არსებობს, რომელიც უგრძალავს ბატონ ზაზას ნებისმიერ საქმიანობას მატერიალურს გარდა პედაგოგიურისა და სხვა მოღვაწეობისა. როგორც ჩვენს ხელში ინფორმაციით არის, ბატონ ზაზას არ ეწევას პედაგოგიურ საქმიანობას არც სხვა დაწესებულებებში, და ამის შესახებ რო ეწეოდეს, ამ მონაცემები უნდა იყოს მოცემული აღნიშნულ დეკლარაციაში. მოცემულობა გვაქვს, რომ ბატონ ზაზას ხელფასის სახით აქვს 1300 ევრო დღეისათვის. მეორე მოცემულობა რაც გვაქვს 1300 ევრო თვეში კი ბატონო. მეორე მოცემულობა რაც გვაქვს ასევე ეს არის აუდიტის დასკვნა სამსახურთან დაკავშირებით. იგივე სამსახურთან, რომელიც მოპოვებული იქნა, ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი არის. ეს არის 2014 წლის აუდიტი, 2015 წელს ეთყობა ჯერ დასრულებული ან გაკეთდება რაღაც ხარვეწებიც არსებობს. აღნიშნულ ანგარიშს და ანალოგიურს მოითხოვდა ასოციაციის რამდენიმე წევრი თავის დროზე ამათაც მოგაწვდით, თუმცა შემდეგში მხოლოდ ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, ამ მოთხოვნების საჯარო დაპირისპირებების შემდეგ განახორციელა აუდიტი. აუდიტის მონაცემებში არსად არ არის მიცემული, ზოგადად გეტყვით, რომ $1,000,000 ლარზე მეტის განკარგავს აღმასრულებელი საბჭო, ზოგადად თავმჯდომარე ბატონი ზაზა ხატიაშვილი ბიუჯეტს $1,000,000 ლარზე მეტი არის ამ აუდიტის დასკვნით. აქედან შემოწირულებებია $900,000 ლარი, შემოწირულებები კი არა, ადვოკატთა შენატანები არის $900,000-ზე მეტი. თუმცა აქ ვერ ნახავთ გრაფას, სადაც მოცემული იქნება და რატომ ამახვილებ ამ გულანდებას, სადაც მოცემული იქნება ბატონი ზაზა ხატიაშვილის რაიმე სახის მიuliნება ან სხვა მოვლენა უცხოეთში, რომელიც დაფინანსებული იქნებოდა ოფიციალურად ჩვენი ასოციაციის მხრიდან. მივდივარ აქამდე. ეს არის მეორე დოკუმენტი, რომელთაც დგინდება, რომ ხატიაშვილს აქვს 1700 ევრო ხელფასი, მეორე არის, რომელთაც აუდიტის დასკვნით დგინდება, რომ $1,000,000 ლარს მართალია განკარგავს, მაგრამ ოფიციალურად არც ერთი თეთრი არ არის გაწერილი ბატონი ზაზა ხატიაშვილის რაიმე სახის მიulinebაზე უცხოეთში. მე მინდა ასევე საჯარო სივრციდან წარმოგიდგინოთ დოკუმენტები და ეს არის მნიშვნელოვანი
სრულწლოვანი არის 18 წლის არის მისი ვაჟიშვილი ლუკა ხადიაშვილი სურათებს წარმოგიდგენთ შემიძლია ეს არის მის Facebook-ის გვერდიდან მონაცემები ბატონ ლუკა წერს უკვე ოფიციალურად ჩაირიცხა საფრანგეთში ქალაქ ნანტში და იქ სწავლობს ჩვენი ინფორმაციით და ეს არის დადასტურებული ინფორმაცია მისი სწავლის და იქ ცხოვრების უფრო ცხოვრებას ანუ ზოგადად ღირებულებებს უხდიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირები რომლებიც ასევე საფრანგეთში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ბატონი ზაზა ხატიაშვილი იმ ადვოკატების დახმარებით რომლებიც დღეს ძალიან კარგად მეგობრობენ მასთან დაუკავშირდნენ დაახლოებით 1000 ევროზე მეტი ჯდება დღეს ნანტში ცხოვრება სტუდენტისა რომელიც იქ სწავლობს და რომელსაც ჭირდება მინიმუმ რო არ ჩავთვალოთ სწავლის ქირა ამის გარდა მე წარმოგიდგენთ ყველა ერთ-ერთ გარემოებების დასადასტურებლად აი შედარების ანუ 1300 ევრო აქვს მთელ ოჯახს ამის გარდა მეორე შვილი რომელიც არასრულწლოვანია სწავლობს ერთ-ერთ ცნობილ ფრანგულ საქართველოში ქართულ ფრანგულ სასწავლებელში სადაც ოფიციალური მონაცემებით 2500 ლარს იხდის მის სწავლის ქირას ანუ ეს ერთია კიდე აი ეს ციტირება რომლის გამოთაც მოხდა ჩემი შემდეგში ანუ ამ სამწუხაროა რომ ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა ვერ ახერხებს ამას წარმატება თქვენ ეს არის მის Facebook-ზე იგივე ლუკას Facebook-ზე ანუ იმის მერე რაც გაიგეს რომ წარმატებით არის და სწავლობს ესეთი ჩანაწერები და ამას ვეხმაურებით ზუსტად და ვამბობთ რომ სამწუხაროდ როდესაც იგივე ბატონი ზაზა ხატიაშვილი ძალიან ხშირად ხმალამოღებული არა მარტო ადვოკატთა უფლებებისთვის არამედ გამოდის მეშახტეების და სხვა პირებების ამასთან გადავდივარ აქამდეც მე ვარ აი ამ პერიოდში როდესაც ასე ხმალამოღებლად ამბობს და ის თითქმის ძალიან ხალხოსანი არის გასრა მე მგონი ხალხოსნობით ეს შალვანა თელაშვილსაც და მიხეილ სააკაშვილსაც ამ დროს თურმე მისი შვილი სწავლობს საფრანგეთში მეორე შვილიც წარმატებულია ეს ამას მე შემდეგში გადმოგცემთ და რაც თავარია მისი მეუღლის ქალბატონ ირმა ჩაფიძის Facebook-ის გვერდიდან რომელსაც ხელფასი აქვს 56 ლარი აი ეს არის 4 თებერვალი ვენა შერბუნის სასახლეში დავესწარით ვენის სიმფონიური ორკესტრის კონცერტს 4 თებერვალს მე მოცარტი და გოეთე ვენა ირმა ჩაფიძე ჯერ ისევ თავისუფლების ქვეშ ვართ და ეს არის ის და ერთ-ერთი გარემოება და პარასკევს ევროსაბჭოს მოწვევის სტრასბურგში იმყოფებოდი შაბათს დროვიხელდა და ნანტში ჩემი შვილი ლუკა ვინახულე ეს არის ის დოკუმენტები რომლითაც საჯარო სივრცეში კიდევ ერთხელ ვიმეორებ საჯარო სივრცეში მოპოვებული ინფორმაცია რომლითაც თქინდება რომ ბატონ ზაზა ხატიაშვილი მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებულად ანუ მისი შვილის და მისი ოჯახის წევრები არ იკლებენ ფუფუნებას ბჭყალებში ამდენად ნანტში არსებობს დაწესებულება მე ჩანაწერები არის და ამასთან დაკავშირებით გეტყვით თვითონ მაქვს წელს ჩაირიცხა თვითონ აქვს ეს ყველა ეს ინფორმაცია ჩემს მიერ ან გესნით აღნიშნული ინფორმაცია არის როგორც მე მითხეს ეს რაც არის მე რაც მოვიპოვე ეს არის ჩემი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ეს კითხვები დავუშვათ მას აქვს მითითებული რომ ისწავლოს ვიქტორ ჰიუგოს კოლეჯში ნანტში და მანამდე სწავლობდა ლიცეუმში ნელსონ მანდელას ლიცეუმში აი ეს ორი მონაცემები თვითონ მას აქვს მითითებული მასვე აქვს მითითებული რომ ლუკამ წელს ჩაბარა ესეც Facebook-ის გვერდებიდან არის ჩემ რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას საფრანგეთში თუ დეცდებით თქვენ ამ ინფორმაციის მიღებას ვკითხეს რომ ეს ინფორმაცია განეკუთვნება პირად დაცულ ინფორმაციას და ამის შესახებ ისინი ასეთ ინფორმაციას ოფიციალურ წყაროების გარდა სხვას არ მიცემენ შესაბამისად ბატონი ზაზა ხატიაშვილი სასურველი იქნება ჯერ ერთი წარმოადგინოს ის დოკუმენტები ანუ დაადასტუროს ანუარყოს და შემდეგში რა შემოსავლების წყაროთი არის ისვენებს და ვოიაჟებს აწყობენ მისი ოჯახის წევრები ანუ და თვითონაც ანუ საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში და როგორ ახერხებს რომ 1300 ევროიანი რომელიც ცოტა არ არის და ეს არის ჩვენი შემოწირულობებიდან ადვოკატებიდან შემოწირულობებით თანხიდან ამ თანხით როგორ ახერხებს რომ თან იხდეს 2500 ლარს თავის შვილის სწავლის ქირას მეორე შვილისა მშობლები ვინც არიან ქართული მშობლები ანუ ზოგადად ძალიან რთულია ამ თემაზე არც მინდოდა საუბარი მაგრამ ჩემთვისაც ძალიან რთულია და ვიცით რომ ყველა მშობელს გვინდა ჩვენი შვილისთვის ყველაფერი წარმატებული იყოს თუმცა რის ფასად და როგორ შეძლო ამ კითხვებზე ჩვენ გვაქვს უფლება რომ მოვითხოვოთ
აი ახლა გადავდივართ სხვა გარემოებებზე. ბუნებრივი კითხვა, რომელიც ამ შემთხვევაში გვიჩნდება და არის ეს, როდესაც გაქვს 1700 ევროს, 1300 ევროს შემოსავალი, როგორ ხერხდება და რატომ ემთხვევა დროში, ანუ შვილის ლიცეუმ, ანუ კოლეჯში ჩაბარება ემთხვევა 2015 წლის ზაფხულს, მანამდე ვოიაჟები 2013-12-წლიც ლუკასი სწავლებთან ურთიერთობებით ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც მივუთითეთ, რომ მოცემულ შემთხვევაში მისი სწავლის ქირა ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება, რატო ვფიქრობთ, რომ ეს არის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული თემა. პირველი რაც გამომახვილა ყურადღება და ეს მინდა თქვენ და კარგად იცის მან ამის შესახებ. ეს არის გამოხატვის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ბროშურა არის, შეიძლება სახელმწიფო იურისტებისთვის ძალიან ხშირად იყენებს ამ გარემოებს და ის უთითებს, რომ მას გამოხატვის თავისუფლება არის აბსოლუტური და დებატების დროს, აი მნიშვნელოვანია ეს, დებატების დროს მას შეუძლია ნებისმიერი მოსაზრება გაუშვას და გამოხატოს ეს მოსაზრება. ხატიაშვილისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მოსაზრება არის დაცული ანუ როგორც ჩვენი კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით. თუმცა ისეთსავე манипуляციას ახდენ, როგორც თავის დროზე მოდელირებული ქრონიკის დროს გააკეთა იმედმა. ანუ თავში იტყვის, რომ დასაწყისში რომ ეს არის მისი მოსაზრება, თუმცა შემდეგში ყველაფერს თავაზობს როგორც ფაქტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით და არ აძლევს ადამიანებს, რომელთა მიმართაც ის უსაფუძვლო მსჯელობაში შედის, რომ თავი დაიცვან და რაიმე თქვან, იმიტომ რომ მოსაზრება არის თურმე მისი, ერთჯერ სადღაც თქვა და ამით ახერხებს მას. რატომ მინდა გამოვახვილო და რა იცის აღნიშნულთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ცალკე განსაკუთრებულად გამოხატვის თავისუფლებებში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პოლიციის, არმიისა და მოსამართლეთა კრიტიკას, მათ დაშვებულებას და ამბობს, რომ არ შეიძლება მოცემული, ანუ ხელაღებით კრიტიკა ამ ადამიანებისა, ვინც მუშაობენ პოლიციაში ან ვასრულებ მაშინ. კი ბატონო. ფაქტები არის ის, რაც მარტივად გითხარით, ეს არის ფაქტი. როდესაც კაცს არ აქვს შემოსავალი სათანადო, როდესაც მისი დაფინანსება არ მომხდარა არც ერთი სხვა საშუალებებით, როდესაც ოფიციალური საშუალებებით, როდესაც მას როგორც საჯარო მოხელეს აკრძალული აქვს ნებისმიერი ანაზღაურების მიღება, ანუ მათ ნებისმიერმა ადამიანმა, ფიზიკურმა პირმაც, როგორც თუ ის დააფინანსა ადვოკატას, როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ეს უნდა ასახული იყოს ფინანსურად აუდიტის დასკვნაში, ანუ ნებისმიერ დასკვნაში. ესეთი მოცემულებები არ გვაქვს და როგორ ახერხებს მაშინ ვის მიერ ფინანსდება მისი ვოიაჟები და რატომ არის რომ მის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება მიმართული არის და მნიშვნელოვანია ეს მიუხედავად იმისა რომ ამოიცა საშუალება დავასრულო მნიშვნელოვანია რომ ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ვამბობ წინასწარ გამოიყენებს მართლმსაჯულების სისტემაზე თავდასხმისათვის მართლმსაჯულების სისტემაზე წინა ერთ მომენტს კიდევ ერთხელ გავამახვილებ რომ რაზეც იყო მნიშვნელოვანი რომ მართლმსაჯულების სისტემაზე თქვა რომ მოსამართლეები თურმე განსაკუთრებულად უნდა მოხდეს მათი შერჩევები და არაფერი უნდა აი ეს არის ფაქტები რომელიც ესაც ჩემი მოსაზრება ეს არის მოსაზრებები ეს არის მოსაზრება და თავი რაც მინდოდა მე თქვა კიდევ ამბობ ამას რომ ერთნაირი ანუ მართლმსაჯულების სისტემა არის ეს ოთახი სადაც ვართ მოსამართლე ადვოკატი და პროკურორი ამ სამ ადამიანს ამ სამს თანაბარი ვალდებულებები გვეკისრება მართლმსაჯულების სისტემის განხორციელებაში და ასევე თანაბრად ერთნაირად კომპეტენტურები უნდა იყოთ ძალიან ბევრს საუბრობს ბატონი ზაზა ხატიაშვილი რომ მოსამართლეები უნდა იყვნენ კომპეტენტურები თუმცა არაფერს ამბობს იგივე სასამართლოდან წამოსული პირები უაპელიროთ რატომ არიან ადვოკატთა ასოციაციის წევრები თუ ღირსები არ არიან თუ მათ არ უნდა გქონდეთ სასამართლოში ყოფნის უფლება რატომ მაინც მართლმსაჯულების სისტემაში რატო რჩებიან და არაფერი კეთდება ამის გადასატანად